დილის 7-ის ნახევარია, მე მოგონწოდე უკვე და ჩავაგდი. ბიჭებმა გუშინ დაიწყეს სამზადისი, თუმცა გარკვეულწილად კიდე დარჩათ რაღაცები მოსამზადებელი. წავალ და მივეხმარებ. ნახოთ რა სიზავი. მოკლედ მოვედი ადგილამდე, გოგა აქ დამხვდა ორგანიზატორი და კიდე ორი მონაწილე. მან ისევ სამი გარე. ამასობაში მონაწილეები დაგვემატნენ ეტაპობრივად და დაიწყეს სამზადისი ბიჭებმა. აქ ხდება ესეთი რაღაც შეჯიბრის დასაწყისამდე, ვინაიდან სხვადასხვა პირობებში უწევთ ხოლმე სროლა. შეჯიბრის ადგილზე უშუალოდ ხდება 50 მეტრზე მისროლა. და შემდეგ უკვე 10 საათზე შეჯიბრს რომ დავიწყებთ, გადავინაცვლებთ გონგების პოზიციაზე. მანამდე კაღალზე მიისვრიან 50 მეტრზე. საბა, მოკლედ, გაისროლე 50 მეტრზე, 0 აიღე, ასე ვთქვათ, 0 გაასწორე იარაღი, კიდე უფრო მარტივად. როგორი კმაყოფილი ხარ? ჯერჯერობით ასე. ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ. 0-ს გადასწორება დამჭირდა მხოლოდ 1 კლიკი. სიმართლეობითაც შესწორება არ შევიტანე, იმიტომ რომ გავითვალისწინე ნიავიწუბერავ და ოდნავ მარცხნიდან და შეიძლება ნიავის გამოც გადაქონდა 1 კლიკით უწევ. ამიტომ იარაღს საერთოდ ხელი არ ვახლა, დავტოვე ესე როგორც იყო და დანარჩენს გავიგებ სროლის. რა იარაღით ისვრი? მე მაქვს ჩეზე 457 სინთეტიკი, 22 ელერის კალიბრი, შეჯიბრიც მხოლოდ 22 ელერის ტიპის კალიბრით ტარდება. კმაყოფილი ვარ ჩემი იარაღით, საკმაოდ ნორმალურად ისვრის და შეჯიბრი უფრო გავიგებთ, როგორი იარაღი. ძალიან კარგი, წარმატებები საბა. ეს არის
გიორგი ბედოშვილი, ამ ჩემპიონატის ორგანიზატორი და ის გაგვარკვევს ახლა თუ რა იარაღით იღებენ მონაწილეობას, რა ტიპის სპორტული შეჯიბრი არის, რა მანძილებია და ქულები როგორ უნდა მიიღონ ამ შეჯიბრში. ისმენ გამარჯობა, მოგესალმებით. ეს არის პირველი დაგეგმილი შეჯიბრი საქართველოს წრიული ალების კლუბის მიერ, ეგრეთ წოდებული ჯორჯემ რიფაერ კლუბის მიერ პირველი შეჯიბრია და ვფიქრობ, რომ იქნება წლის განმავლობაშიც კიდევ შემდეგ შეჯიბრები, კლუბი გეგმავს კიდევ 2 შეჯიბრს. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, სროლის გვაქვს გუნდებზე სროლა, მანძილები გვაქვს. არა, ჯერ თავიდან ვიტყვი, რომ არის 2 პოზიცია მაგიდიდან და დაწოლილი პარალონიდან, ესე ვთქვათ. მანძილები გვაქვს 100, ანუ თავად ირჩევს მსროლელი, რა პოზიციიდან ის. რომელიც უნდა თავად ირჩევს. მანძილები გვაქვს 100, 50, 200, 250. გუნგი ზომებსაც ვიტყვი მოდი მაშინ, ბატონო. 100 გვაქვს. ან ტერმინოლოგიით ვარგოთ 2 მოარი ყოველ მანძილზე და სანტიმეტრებში გადმოვიყავთ 6 სანტიმეტრი არის 100 მეტრზე, 150-ზე 10, 12 გვაქვს 200-ზე და 16 სანტიმეტრი გვალი დიამეტრში 16 გვაქვს 250 მეტრზე. ბატონო, 250-ზე მიუხედავად იმისა, რომ 2 მოა არის ამ კალიბრისთვის საკმაოდ რთული მისაღწევი, ასე ვთქვათ, ექსტრემ მანძილია ეს იარაღი. 200 მეტრიც ცოტა ისეთი კარგი მომზადებული აღჭურვილობით და კარგი მომზადებული სროლელი საჭიროს. მithumetes კარი როცა არის საერთოდ სიტუაციას ატრიალებს საიდან ნიშნობა მაგასაც საიდან მიდია ხელს არ შეგიშლით ახლა. არა, ეხლა ჯერჯერობით კარგი ამბია ესე შენარჩუნდება იმით დავით. კი ბატონო, რაც შეეხება ქულებს 100 მეტრზე გვაქვს ამ მანძილის შესაბამისი ქულა 100 მეტრზე 10 ქულა, 150-ზე 15, 200-ზე 20, 25 ქულა არის კიდე 250-ზე. სულ არის 10 გასროლა, იქნა რო არის ძირითადი ეს ქულები რაც ჩამოთვალე. ის ქულების შესაბამისი და 2 არის დამატებითი. უბრალოდ სროლელი ჩვეულებრივად 10 სისვრის, მაგრამ დასათვლელი ქულით და ასე ვთქვათ დასათვლელად ჯობია, ანუ ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დანარჩენი 2 ქულა იქნება ნაკლებ ქულიანები. კი ბატონო. ეს არის ძირითადი რაც ხდება ჩვენთან მოკლედ რა. ძალიან კარგი. მადლობა გიორგი და წარმატებები. გაიხარეთ. მოკლედ კიდევ ერთი მონაწილე მიშა, რომელიც პირველად იღებს ასეთ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობას და საერთოდ პირველად აქვს 9-ნულიანი იარაღი 22 ელერი. მიშა, რა გამოცდილება გაქვს ამ იარაღთან ურთიერთობაზე? ახალი ნაკეტი მაქსიმალურად რო გითხრა და სწორედ ამ შეჯიბრისთვის მომზადე, ასე ვთქვათ რა და დამწყები ვარ, მაგრამ სამზადისში როგორ გაართვი თავი? ბევრი ახალი რამე ვისწავლე. ოღონდ ეს არის რომ რეალურად მეგობრების გამეხმარნენ, მაგრამ მომდევნო მასალა შეიძლება გამკლები იყოს დამწყების სროლებისთვის რა. რთული იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ყოველი დღე, ყოველი ვარჯიში ძალიან საინტერესო იყო რა. ძალიან კარგი, ეს კალიბრი, ისეთი კალიბრია, რომ ძალიან ბევრს შეგძეს, ბევრი გაქვს ასწავლი. მაგის მიხედვით ავარჩიე, რომ მაქსიმალურად ბევრი მესწავლა რა. ბატონო, რა იარაღს მოაქვს? ტიკა TFX. ოპტიკა თავიდან სამყარო ქონა და მიხდი რომ შეჯიბრისთვის, შეჯიბრისთვის არ იყო განკუთვნილი და ეხლა შევცვალე Night Force მაგ და მოვისწავლოთ მოდელი რომელიც ძალიან კარგი. ბოლო დღეს შევცვალე უბრალოდ. ხო, ანუ პირველი ოპტიკა მე მაქვს შენ ნანახი და ეს ჯერადობის და ბადის გამო, ხო? კი, ბადის და პარალაქსის გამო. პარალაქსია 12 გადიდება და ანუ რომ ვარჯიშსაც გავამადგა თავიდან, მაგრამ საბოლოოდ რომ ვიხდი კენჭედეგებზე ვერ გავდიოდი რა. ეს ოპტიკა ნამდვილად გამოგადგება, ბევრად უკეთ მოიხმარ მოკლედ. ძალიან კარგი, მადლობა წარმატებები. მადლობა თქვენ და მადლობა დახმარებისთვის. მადლობა სპონსორობისთვის და წახალისთებისთვის ესეთი კაი მიმდინარეობა და სპორტის სახეობის. მადლობა თქვენ გერჩი მიგულეს ბოლოს.
ამინდი შეიცვალა, ქარი ამოვარდა, რაც სროლელებს ძალიან შეუშლის ხელს. ლაპარაკი არის 22 LR კალიბრზე. თუმცა გარკვეულწილად ეს უკეთესად გამოაჩენს სროლელი რამდენად კარგად ფლობს თავის იარაღს და რამდენად კარგად შეუძლია ქარში გათვალოს ტრაექტორია და მიაღწიოს მიზანს. Ასორმზათი მარჯვენა მხარეს უკიდურესი მარჯვნივ აცდა 100 დაბრუნდეს ისევ 100 შემოკანა კი მოხდა გადადია ასორმზათი აცდა კიდე 100 ჩამოდი ასორმზათი ტყუები დაგჭა 5 წელი ასორმზათი აცდა კარცე ფარიცინა ასევ 100 მოხდა 150 და დაგჭა 2 ვაზნა. დამატებითი ხო? ხო, დამატებითია, მაგრამ 150. აცდა, ეხა ისევ 100. всё, მოჩა. მოჩა? დროზე როგორია? ანუ რომ გეტყვიო მზად ხარ, ჩავყავ დროს. ხენა მე არის თეთრი თუ წითელი? არა, თეთრი. ანუ ლურჯი, თეთრი 150, წითელი 200. და 200. დავწოთ. აცდა, ისევ 100. კიდე აცდა, კიდე 100. აცდა. მოხდა, ისევ 100. აცდა. კიდე 100. ეხლა ვიგეთყვი 30. ანუ 3 გაარტი სულ. არაფერი დაგჭეზნო. 30. თვითონ სროლას 2 წუთი უნდა მაქსიმუმ. აი 2 წუთი ნახევარი იყოს მაქსიმუმ. მომზადებიან და 5 წუთში ალბათ ვეტევით და დაახლოებით. მომეწო. შენ რაღაცა იცი და იმიტომ ხარ, რა? რა მზად რო იქნები? ვაფშე მერიამ კიდევ წინასწარ დატენენ ჯობია. შეგიძლია ბუდიში დაიცადე არა აი რასაც ვიღაცა მოგანგრულ ვარ ტალახში ხა შემოჩნია ასახო ას მაგრამ ის არ ვიცი საწავლა იაცდა აა 50 ისევ 100 ზაზა ახამდე გეთქვი შეგაიმეც ასომაზაფი თეთრია თუ რომელი? თეთრია ზო. მარჯვნივ არის ყველაზე იახეთ მარჯვნივ. მეხუთე სროლა ეგ. აი.
მოხდა ზედაპირული ისე 150 იგივე ვიწერ მე მაგ ყველაფერს და მე ნახ გამოგიქვეყნებ და ვიღაცას დავთაგავ და იცი ვისაც დავთაგავ. წითელი. კი. პირველი გასროლა 200 მეტრზე. ეს. 10 150 გამოვზარდი პატივსამოა. და 3 დარჩა. მოხდა ისე 200-ზე 200-ზე? ხო ხომ ეგ აღებული გონგი გაქვს უკვე და 2 ვაზნი გაქვს დარჩენილი. იგი ზაზახია იმედია გასამშობლო მოდ 200 კი არ ვიცი საწავლა. მოხდა კი გატყდა და კი ბატონო და იგივე მანძილი 10 აი თავზე ალამა აპაუზე ხო დაზა რამდენი ქულა აიღე? 87. 87 როგორ ჩაიარა სროლამ? ცუდად პირველმა ეტაპმა ცუდად ჩაიარა იმის გამო რომ ყურადღებოთ ვიყავი და წეღან 50 მეტრზე მისასროლი ნიშნული ისევ დამჭა 50 მეტრზე და 100 მეტრზე ორივე ავაწდინე. სანამ მივხვდებოდი რომ რაღაცა შეცდომა მქონდა. ანუ მისასროლი 50 აიღე და აქ პირველივე გონგი უკვე 100 მეტრზე. გადავიყვანე ოპტიკის ნიშნული 100 მეტრზე და მე უკვე მოხდა. მაქსიმუმი რა მანძილი აიღე? 200 მეტრი ავიღე ერთხელ 250-მდე არ მომიწია. მეორე გასვლა გიწევს, ხო? მეორე გასვლა კი 2 ეტაპად არის. შეჯიბრი და ჯერ პირველი ეტაპი იყო. იმედია გამოვასწორო. წარმატებები. აი ხარ. აჯენოა და დაავლე. კი. სადრო იქნება ხარი დროშა. იყო ისეთი. ხო, მოიცექცამი გონგები ვიპოვო და უკეთ მარცხნივ ლურჯი არის 1 2 3 და 250 ხო, აგეთ ერთი დავინახე. ლურჯი არის
ჩემპიონატი კარგად მიმდინარეობს. უსაფრთხოების ყველა ზონა დაცული არის. ისვრიან ბიჭები, თუმცა ჯერჯერობით 250 მეტრიანი გონგი ვერ აიღეს, რადგან ქარი ხშირად იცვლება და 22 ელერზე ეს ყველაზე დიდი პრობლემა არის. ნახოთ წარმატებები ყველას. ჩვენი გამოცდილი წევრი, სროლის დიდი გამოცდილება აქვს და მონაწილეობას იღებს დღეს. კობამ, დღეს ანუ არის 22 ელერით სროლის ჩემპიონატი. საზოგადოებაში ცნობილი არის როგორც გეკოს სახელით. ანუ ეს რეალურად არ არის მისი დასახელება, თუმცა ამ დასახელებას რაღაც თავისი ადგილი აქვს, როცა ამ კალიბრზე ვლაპარაკობთ. ცოტა ვრცლად შენ გითხარი რა კავშირი აქვს ახლა 22 ელერთან გეკოს. მოგესალმებით. ეგრეთ წოდებული გეკო გამოიგონეს მე-19 საუკუნის 70-იან წლებში და საქართველოში შემოვიდა პირველად ფირმა გეკოს წარმოებული ვაზნები. ხალხმა როგორც ვთქვათ სპორტულ ფეხსაცმელს დაარქვა ბოტასის ფირმის რო შემოვიდა, ასევე დაარქვა 5.56 კალიბრის, ანუ 22 ელერი კალიბრის ვაზნებს დაიარაღს გეკო. იმის მერე აქტიურად მსროლელების გარდა იშვიათად თუ ეძახის ვინმე 22 ელერს, ძირითადად გეკოთ მოიხსენიებენ ხალხში და ასეც იცნობენ. საკმაოდ გავრცელებული ვაზნაა, ძალიან ძველი, განკუთვნილი ზუსტი სროლისთვის და მცირე ზომის მღნელებზე, ფრინველზე სანადიროდ, მაქსიმუმ 10 კილოგრამ წონამდე ცხოველებზეც შეიძლება ნადირობა. გამოიყენება ზუსტ სროლაში, ვარჯიშისთვის განსაკუთრებულად, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურები ასევე იყენებენ სპეციალური ოპერაციებისთვის. მაგალითად, რუსეთი იყენებს თუ არ ვცდებით 99 და ისრაელი იყენებს რუგერის სპეციალურ მილიტარი ვარიანტს, ისინიც სპეცოპერაციებში ფანერების ჩასაქრობად, ძაღლების გასაჩუმებლად და ესეთ თემაში. ძალიან ბიუჯეტურია შედარებით, თუმცა ეხლა უკვე ბიუჯეტურში აღარ გადის. ბიუჯეტურია ვაზნები და სროლის სწავლა, ვისაც უნდა ნამდვილად კარგი საშუალებაა, იმიტომ რომ პირდაპირ მსხვილი კალიბრით დაწყება და დღეში 100 ვაზნის გასროლა ძალიან რთულია, რაც გეკოთი, ანუ 22 ელერით შესაძლებელია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველაზე დიდი მასწავლებელი გეკო იმიტომ არის, რომ საკმაოდ დიდი პარაბოლა აქვს სროლისას, მანძილებზე იწევს ოპტიკასთან მუშაობა, ქარი ძალიან მოქმედებს და ქარის შესწორება. მოკლედ ძალიან კარგი მასწავლებელი არის, ასე ვთქვათ რა. ეგ თავისთავად. მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა თქვენ. მზად რო იქნება თქვი რომ დრო ჩავ. ხო დრო გახდა ლურჯი არის მარცხენა მხარეს. რაში გაიხარები? მარცხენა მხარეს ლურჯი. არის 100. აი დროს რო იყით მე ჩავთავ ვიდეოს. ედაო. კი. ეგ არის 100, მანდიდან იწყება და მე მარჯვენა მხარეს თეთრი არის 100. თეთრი არის 100. მე წითელი 200 და 200. და დრო იქნები. არა. გითხარი მზად რო იქნებიო დრო ჩაგერთოთ. კი ბატონო. მზადო. სო, ჩავთე დრო. რა? აი, ხო, წავი. არა. სტაკიდე მან. ასე მოვარტყა. კარგია. 150. თეთრი მარჯვნივ. ყველაზე მარჯვნივ.
Asta ისთვის. Asta 50. Asta, asimetri. და ისე ლურჯი. Asta, ისე ვან. Asta ისე ვან. Sami ozonlog darčenje. Deyatsta. Asta 50. Ერთი ვაზნა? ხო, ერთი ვაზნები დარჩა. ერთი 150. ხო? კი, მოკლედ. ახლა დაიწყებს თუ აგძელებს? აგძელებს. ისევ მანდ Asta. Soma. Anzelu. Asi iseu. No, videatsta. Iseu madassi. Asimetria. Promides. Deyatsta. Khuda ide ერთი. One. Asta ide madassi. Deyatsta. Sami ozonlog darčenje. Iseu mand. Deyatsta. Asta da ერთი გაკ დარჩენილი. მოხდა. სოეგა. შემდეგ მარჯვნივ თეთრი 150. წითელია 200. აი ზარო შეიძლება თეთრია ისა 250. შუაში. აი, ეგეთ რო იცი არის. ლურჯი რო იყო, ლურჯი ფერის მარცხნივ. ვიც. ჩავთოთ რო? კარტი. სატრიასის ჩავთოთ რო ჩავთ. Se eu mandasse. Olha, aqui tetri marginal. Aqui.
მოხდა ისე მან მოხდა 200 წითელი მარცხნივ მთელი ფერი. ასე 50 გუნდა. მოხდა ისე 200 წითელი წითელი მოხდა ისე მან სამი ვაზნები დარჩენილი. მოხდა 250. ორი ვაზნები დარჩენილი. ბოლოში არის ფერდზე თეთრი ფერი. ვიცი. ორი ვაზნა მაქვს? ორი ვაზნები დარჩენილი. მართალია დაბალქურიანი, მაგრამ გავს. თეთრი უნდა დავაფუჭო. ასორმ 206 წელი. არა. მეორე კაცისთვის 250. კინკარაძე მათ ისოა, ხო? 200 ვის. 200 წელი. ბოლო ვაზნა. ოჩა 250 არავის არ უსრია. მარტო შემისროლე პირველი. პირველი იყო. შოთა მოკლედ პირველ ეტაპზე პირველი მსროლელი ხარ, ვინც 250 მეტრზე გონგს ესროლა. მართალია წარუმატებლად, მაგრამ პირველი ხარ, ვინც ამ მანძილამდე მივიდა. რა გამოცდილება გაქვს ამ იარაღთან ურთიერთობის? ძირითადად სანადიროდ გამოვიყენებ ხოლმე. რამდენი ხანია რაც ფლობ? 22 ლერთან შეხება რაც მაქვს, ალბათ ერთი 3-4 წელი იქნება რა. რა იარაღს ხმარობ? ამ ეტაპზე ტიკა T1. ვი არა ისროლე? SK Rifle Match. ბატონო და ოპტიკაც გითხარი რას ხმარ? ოპტიკა არის Discovery LHD 832 ის 832 50 გამომავალი ლინზით. ძალიან კარგი. მოკლედ მეორე ეტაპი წინ გაქვს და იმედია 250-იან საერთოდ. მადლობა. წარმატებით. საკმაოდ ძლიერი ქარი ამოვარდა და ჯერჯერობით შეაჩერეს სროლა, რადგან ასეთ ქარში ამ კალიბრის სროლა ფაქტიურად შეუძლებელია იმ მანძილზე, რა მანძილებზეც კონკები არის დაალაგებული. მაგარი გადაუვარ. ეს 50 მეტრზე 100 მეტრზე მოგი. მეტრიანი გონგი. როგორც მსროლელმა ქარი უნდა გაითვალისწინოს, რომ შარვალით შეიძლება.
ისო ამანძილებზე ისო ვინც გამოცდილია და ქარში მეცადინეობდა ვარჯიშობდა საკმაოდ ნორმალური შედეგი დადეს ორმა მონაწილემ რომელსაც ქარში ვარჯიშა აქტიურად 200 მეტრზე ზისროლეს რა ძალიან აღსანიშნავი შედეგია იმიტომ რომ ქარი არის დაახლოებით 4-დან 8 მეტრამდე რაც უზრუნველყოფის არის ძალიან დიდი შესწავლილი ხოგა შენზე პირად გახსოვს ხოლმე ყველაფერი და 4 მეტრ წამში 200 მეტრზე რამდენს გადაიწევს შენი იარაღი გაუშვი 4 კლიქს ანუ მრადში შესწორების შემთხვევაში 2 მრადით გადაიწევს ძალიან ბევრია 2 მრადი არის ესე იგი 20 კლიკი გავამრავლოთ 2 სანტიმეტრზე 80 სანტიმეტრს გადაიტანს რაც თითქმის შეუძლებელია სტაბილურად რომ გათვალო რა ოდიშვილმა გამოთვალა და წარმატებით გაარყა ოჩახო რა დასაფასებელია ეს არის უკვე 200 მეტრიანი გონგი რამდენი 200 მეტრი 200 მეტრიანი ხა გონგი 250 მეტრი ხოლო ორმა ადამიანმა აიღო ხო ჯერჯერობით 250-ზე თუ არსები არავის გაუწია თუმცა მაინც მიდივარ და 300 მეტრი 250-იანი ხელუხლებელია ჯერჯერობით ესე ჩვენი 250 მეტრი მართალია არ არის მოხვედრა მაგრამ მაინც გავახარე დავით მოკლედ შენ ხარ ერთ-ერთი მსროლელი რომელმაც კარგა მინჩი ვერ ისროლა მაგრამ მაგარი ქარი რო ამოვარდა იმდენი კულა დააგროვე რომ პირველ ადგილზე ხარ ჯერჯერობით გადასული რატო ვერ ისროლე შენი აზრით კარგა მინჩი და რა ქენი ქარიან ამ მინჩი რა გაითვალისწინე კარგა მინჩი ესე იგი უკაროს რასაც გულისხმობ შენ დათვა და სავარაუდოდ მაღლა წაიღო სიჩქარე მოიმატა ნუ ქარი როცა ამოვარდა ქარის დათვლა იყო საჭირო რა და კარგად გამოვთვალე და გამოვიდა რამდენი მილით გადაქონდა 100-150-ზე არ იყო დიდი ცვლილება 200 და 250-ზე იყო დაახლოებით მილდოძე რო გითხარ 0.8 200-ზე და 1.9 1.6 250-ზე აინტერესო არის ანუ ყველა გონგია იყო ხო კარში სადღაც 30 და 40-50 სანტიმეტრი 250 ყველა გონგია იყო კარში ყველა გონგი ავიღე კარში კი ბატონო 250 მეტრის ჩადვით კი ბატონო რა მაგარია წარმატებები ნახოთ როგორ შეინარჩუნე პირველ ადგილს მადლობა მოკლედ დაასრულა დღევანდელი ჩემპიონატი საკმაოდ რთულ პირობებში მოუწიათ ბიჭებს სროლა მაგრამ ძალიან კარგი შედეგები დადეს ამ ყველაფრის მიუხედავად მოკლედ დაასრულა წლის პირველი შეჯიბრი საქართველოს წრიული აალების კლუბის მიერ მონაწილეებს სპონსორებს ამ საზოგადოებას დიდი მადლობა მესამე ადგილი დაიკავა საბა ოდიშვილმა მეორე ადგილი დაგროვილი ქულებით 174 დაიკავა გიორგი ციკელაშვილმა
ტუნის გამარჯვებული დაგროვილი ქულებით 188 დავით კერაშვილი.